ჭიეთურაში საბაგირო გზების რეაბილიტაცია იწყება. პროექტ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს. შესაბამისი ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალი საბაგირო გზების მშენებლობას საფრანგეთის მთავრობა 13 მილიონი ევროთი დააფინანსებს. საბაგირო გზა აუცილებელია, იმიტომ რომ მეტსაშუალება არ არის ჩვენთან ეს რაღაცა ქვია ტრანსპორტი და ყოველ მიზეზ გარეშე გააკეთებენ ახლა უკეთეს ხომ კარგი იქნება. ეს არის პირველი სოციალური ტიპის საბაგირო გზის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ყოველდღიურად 10,000 ადამიანს მოემსახურება. საფრანგეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეუძლებს ჭიათურის ცენტრი დაუკავშიროთ უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად 4 გარეუბანს, ქალაქ 4 გარეუბანს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როგორც მშენებლობის პროცესში, ისე ექსპლუატაციის შესვლის შემდეგ საბაგირო გზის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება დასაქმებული.